დაახლოებით 4-5 წლის წინ, როდესაც BMG ავტო დავიწყეთ და შედგა ასე ვთქვათ ჩვენი პროექტი პირველად და პირველი სერიაც გამოვიდა. პირველი ავტომობილი რაც გადავიღე იყო Mazda MX-5 Miata. ეს ავტომობილი იყო სრულიად ახალი, ბოლო ძარა. დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა 4 თაობაში ჩემთვის საუკეთესო მოდელი და ჩემთვის საუკეთესო ძარა არის აქ. რატომ არის ეს ძარა Miata-ს 4 თაობაში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ძარა მაგაცაც ავხსნი. პირველი pop-up ფარებზე როა, ალბათ ყველა მიცით, Miata-ის მოყვარულებმა და ზოგადად ავტომოყვარულებმა Miata-ზე რაიმე ინფორმაცია რო არ იცოდეთ და რო არ იცოდეთ რა ავტომობილია, მე მგონი ეს სირცხვილი არის. ამ ავტომობილს ყველა ცნობს, ყველას ძალიან უყვარს და ყველას ძალიან მაგარ ემოციას ანიჭებს იმ ადამიანებსაც კი, ვისაც არასდროს არ უტარებია და არანაირი შეხება არ ქონია. ყველაზე მეტად კი ეს ავტომობილი გვიყვარს ადამიანებს, რომლისთვისაც ავტომობილი მარტო A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილების საშუალება არ არის. ანუ ავტომოყვარულებს ისეთ ადამიანებს, ვინც ვიცით კონკრეტულ ავტომობილს რისთვის ვყიდულობთ, რა დანიშნულებით გამოვიყენებთ და რას უნდა მოველოდოთ მისგან. რატომ არის Miata ესეთი კარგი სამართავი, რატომ არის ესეთი ლამაზი და დახვეწილი და რატომ გვიყვარს ყველას ესე ძალიან. დავიწყოთ პირველი იქიდან, რომ ნებისმიერი სპორტული ავტომობილი უნდა იყოს რაც შეიძლება ჩატე. ნამდვილად ეს ავტომობილი არის საკმაოდ მჩატე. მისი წონა არის 1145 კილოგრამი და არის ჰარდტოპი. არა ჰარდტოპიანი ვერსია არის ასე ვთქვათ 1085 კილოგრამი, მაგრამ 1145 კილოგრამი დამერწმუნებით, რომ საკმაოდ კარგი წონა არის და ბევრ ახალ ავტომობილზე ძალიან ბევრს წვალობენ ხოლმე. თუნდაც ბარგალკით, რომ ამ წონამდე მოიყვანონ ხოლმე. რატომ იმართება MX-5 ესე ძალიან კარგად? იმიტომ რომ ამ ავტომობილს აქვს ძალიან მაგარი წონის გადანაწილება 50-50-ზე. წინ კი ის აღჭურვილია ძალიან მაგარი დაკიდების სისტემით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე სპორტულ ავტომობილებში. როგორც Porsche, Ferrari და მსგავსი ტიპის სპორტული ხასიათის და ნამდვილი სპორტული ავტომობილები, არა გასპორტულებული, ნამდვილი სპორტული ავტომობილები. ეს არის double wishbone და ეს ავტომობილიც აღჭურვილია ამ დაკიდების სისტემით და რაც გვაძლევს მოსახვევებში მეტ მოჭიდებას სხარტ საჭეს. სხარტ საჭეში გულისხმობ იმას, რომ ავტომობილი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც შენ უბრძანებ, ასე ვთქვათ, საჭეს ყოველ პატარა კორექციაზეც კი ის ძალიან გრძნობიარე არის. წონის გადანაწილებაზე და ავტომობილის დაკიდების სისტემაზე წინა მხარეს უკვე ვისაუბრეთ. ეხლა კი ყველაზე მთავარი. რა ამოძრავებს ამ ავტომობილს? ამ ავტომობილს ამოძრავებს 2.0 ლიტრის მოცულობის ბენზინის შიდაწვის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 158 ან 17 ცხენის ძალას. დამეთანხმებით, რომ ეს არ არის რაღაც ბევრი ცხენის ძალა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ ავტომობილის კოლოფი, რომელიც არის 6 ჩქარიანი და ხიდი, რომლის გადაცემები და კოლოფი ისე კარგად არის ერთმანეთთან დაბალანსებული და ისე კარგად და ჭკვიანურად არის ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმული, საერთოდ არ გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ამ ავტომობილს ცხენის ძალა აკლია. იქამდე სანამ დაახლოებით ალბათ 6-7 თვე არ ივლი. აი 6-7 თვის მერე გეწყება რა ის, რომ აი ცოტა მეტი ნიუტონები მინდა, ცოტა მეტი ცხენის ძალები მინდა. მერე უკვე იწყებ ფიქრს საიდან უნდა მოიტანო ეს ნიუტონები და ცხენის ძალები და ძალიან ბევრი სხვადასხვა გზა ჩნდება შენს ირგვლივ. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ავტომობილი ისეთი ავტომობილია, რომელიც შეგიძლია, რომ შენს თავზე მოირგო. ანუ ააწყო ისეთი ავტომობილი, როგორიც შენ მოგწონს, როგორიც მართვაც შენ მოგწონს. ანუ ჩვეულებრივი ლეგო არის, რასაც ყიდულობ ქარხულ მდგომარეობაში და შემდეგ უკვე ნელ-ნელა იწყებ ამ ავტომობილის ტიუნინგს. რაც არის ძალიან სასიამოვნო, არის ძალიან გასართობი და საბოლოოდ, როდესაც აი შენ მიზნამდე მიხვალ და წახვალ ან ტრეკზე, ან სერპანტინებზე და არც ერთ შემთხვევაში ქალაქში, აიქ უკვე ხარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ შენ იღებ ძალიან მცირე ბიუჯეტში
ავტომობილს, რომელიც იმართება ძალიან მაგრად, ავტომობილი, რომელიც ძალიან განსხვავებულ მაგარ ემოციებს განიჭებს, ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდები ყოველდღიურად და ყველა გიღიმის, ყველას მოსწონს და ბავშვები ხო მით უმეტეს რაღაც სასწაულ ემოციებს გამოხატავენ ხოლმე. ჩემი აზრით ეს ყველა ავტომოყვარულს სიამოვნებს და ზუსტად ის არის ხოლმე ჩვენი მთავარი მიზანი, ასე ვთქვათ, რომ ავაწყოთ ისეთი ავტომობილი, რომლის მართვაც გვესიამოვნება და რომელიც ქალაქში გადაადგილების დროს ან სადმე, როდესაც რაიმე კონკრეტულ შეკრებაზე მივალთ და სხვა ადამიანები შეხედავენ, ყველას მოეწონება და ყველა აღფრთოვანებას გამოხატავს. სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგად გამოიყურება და იმდენად აი რაღაცნაირი ვიზუალი აქვს რა, აი ვერც ვერაფერს ვერ უპოვნი და ვერც ვერაფერს ვერ დაამატებ, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით, ერთადერთი, რასაც ამ ავტომობილზე შევცვლიდი, ეს არის აი ეს შავი პლასმასები, აი მას სიამოვნებით მოვხსნიდი და დავაყენებდი წინ რაიმე ლამაზ ტუჩს. უკანა მხარეს რაც შეეხება, უკანა მხარეს ალბათ პატარა დაქტეილს დავაყენებდი და კარგ გამშვებ სისტემას. მეტი ამ ავტომობილზე მე ალბათ დავამახინჯებთ სხვა რაღაცები რომ დავამატოთ. რატომ მომწონს კონკრეტულად ეს მოდელი? მაგასაც ახსნი. ახალი ბოლოთაობის მიატამ ძალიან თანამედროვე არის. მინდა ვთქვა რომ ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი სამართავია, მაგრამ როგორც ყველა ბრენდმა, Mazda-მაც მარკეტინგში უფრო მეტი ფული დახარჯა, მოდი ესე ვთქვათ და ისეთი არ არის როგორც ეს. ეს გაცილებით უფრო კარგად იმართება და გაცილებით უფრო მომწონს ვიზუალურად, იმიტომ რომ მაინც 2000-იანების ავტომობილია და აი ეს 2000-იანების და 90-იანების და 80-იანების და 70-იანების დიზაინი რა ვქნა, ძალიან მიყვარს. ფორმებს რაც შეეხება ამ ავტომობილის, მე არაფერს არ ვიტყვი. იმიტომ რომ ყველას გვიყვარს და ყველას მოგწონს, ამიტომ ვიზუალურად მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. იმდენად საყვარელი და ლამაზი ავტომობილია, რომ როდესაც სახლიდან ჩამოხვალ და დაინახავ, სულ რო 500-ზე იყო, რაღაცნაირად ისეთ განწყობას შეგიქმნის, რომ აი სამსახურში წასვლა რო გეზარება და რო არ გინდა რო წახვიდე, მიატა თუ ყავს, მაინც დილით ადრე ადგები და წახვალ სამსახურში, იმიტომ რომ იცი რომ მთელი გზა მიატაში უნდა იჯდე და ის მართო. განვიხილოთ 2-ოდე სიტყვით. ამ ავტომობილის ინტერიერი, რო ვთქვათ ახლა, რომ ძალიან ხარისხიანია და სასწაული მასალებისგან არის დამზადებული თქო, მოგატყუებთ. ხშირ შემთხვევაში გვხვდება ძალიან ბევრი პლასმასი, მაგრამ პირველი, აი აქ როდესაც ხელს ვდებ, არის რბილი. ეს მომწონს. აქაც გვაქვს რბილი ბარი, სადაც ძალიან კომფორტულად ვდებთ ხელს და ეს ხელი ზუსტად ვდება სიჩქარეების ბერკეტს. საჭე სამქიმიანი, რომელიც არის საკმაოდ კარგი ზომის და არის საკმაოდ კომფორტული. იმდენად კომფორტულად ვზივარ ამ ავტომობილში და იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებ მართვისგან, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, სად არის პლასმასი, სად არის რეზინა, სად არის კაუჩუკი და სად არის ტყავი. სულ რო დავშალო და ისევია, რომ მაინც კმაყოფილი ვიქნები და მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ. დღეს ამ ავტომობილით დავდივარ და აი მთელი დღე დილიდან დაწყებული დღეს უკვე საღამოა ძალიან სასიამოვნოდ გავატარე და მინდა ვთქვა ის რომ ხშირ შემთხვევაში გადაღებაზე როდესაც ვართ ხოლმე ძალიან ვიღლები როდესაც ავტომობილებს ვიღებ დღეს არ დავღლილვარ დღეს ძალიან ბევრი კარგი სიამოვნება მივიღე და აი ეს მინდა კიდე რომ გავაკეთო არა აქვს ჟანი მაგრამ ძალიან სხარტია მაინც ძალიან სხარტი არის და ძალიან კარგად იმართება. პირველად რო გადავხადეთ ამ ავტომობილს და ისე გამოვედით, ახლა ზამთარი არის და დაახლოებით 1-2 გრადუსია ტემპერატურა და პირველად რო გადავხადე, მეგონა რომ გავიყინებოდი და ახლა ფანჯრები აწეული არის, გათბობა ჩართული გვაქვს და საერთოდ არ მცივა რა. ნუ ცოტა თუ მაღალი ხარ, მაგ შემთხვევაში შეიძლება ქუდი დაგჭირდეს კეფა რო არ გაგეყინოს. თუ ძალიან თავსხმა წვიმა არ არის, დაახლოებით 100 კმ/სთ თუ ივლი, აი თუ ცოტა ისეთი ჟუჟუნა წვიმა თუ მოდის, არ დასველდებიო რა, იძახიან.
და ესაა ტყუილი რა, იმიტომ რომ მე რამოდენიმეჯერ გატესტილი მაქვს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ძალიან ამ წვიმის სიხშირე მოიმატა და მე გუბე იდგა ავტომობილში, ასე რომ არ გატესტოთ, არ გირჩევთ. ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ მიატა გინდათ უფრო ცხარტი და უფრო სასიამოვნო სამართავი გახადოთ, ეს არის კარგი დაკიდების სისტემა, კარგი საბურავები და კარგი მუხრუჭები. საერთოდ საკმარისია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო და ყოველი დღით, როდესაც ამ ავტომობილით ივლი, ისიამოვნო. ბჭო, არა აქვს ეს ბევრი ცხენის ძალა და ჯანი, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირი ვაიბი მოაქვს ამ მანქანას, არ ვიცი. მიყვარს. რაც არ უნდა დრო გავიდეს 2000-იანების 90-იანების ავტომობილები ყოველთვის იქნებიან ჩვენს გულებში, ნამდვილი ავტომოყვარულების გულებში და არასდროს არ დაბერდებიან. ჩვენ კიდე მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. შევიძინოთ ეს ავტომობილები, თუ სერვისი სჭირდება, ჩაუტაროთ, განვაახლოთ და სიცოცხლის ბოლომდე თუ შევძლებთ ამას, რა თქმა უნდა, ყავდეს და ვისიამოვნოთ ესეთი ავტომობილებით. დღეისათვის სულ ეს იყო და შემდეგშიც იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ ნამდვილ 90-იანების ან 2000-იანების ავტომობილს შემოგთავაზებთ.